თუ ავიღებთ ცივ ბნელ ჭურჭელს და შევურევთ მასში მეთანს და ქლორს, რეაქცია არ წავა. რეაქციის განხორციელება შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩავდებთ ენერგიას ან სითბოს ან სინათლის სახით. მოდი ჯერ დავაკვირდეთ ქლორის მოლეკულას, სადაც გვაქვს ორი იდენტური ქლორის ატომი. ქლორის ატომებს აქვთ 7 სავალენტო ელექტრონები, რომელთაგან ერთს ინაწილებენ, რათა შექმნან ბმა. როდესაც დავასხივებთ ჩვენს ნარევს ან გავათბობთ მას, შემდეგნაირი რამე ხდება. ბმა წყდება და ერთი ელექტრონი გადადის. უბრალოდ უბრუნდება ქლორს, ხოლო მეორე ელექტრონი კი უბრუნდება მეორე ქლორის ატომს. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ერთთავიან ისრებს, რადგან მოძრაობს ერთი ელექტრონი. იგი კაუჩს გავს, თუ დავაკვირდებით. ამ რეაქციის შედეგად კი ვიღებთ ქლორის ატომებს, რომელსაც აქვთ დაუწყვილებელი ელექტრონები. მოდი გადავხატავ მას. გვაქვს ერთი ქლორის ატომი და მეორე ქლორის ატომი, ორივეს ექნება 7 ელექტრონი, რომელთაგან ერთი არის დაუწყვილებელი. დაუწყვილებელი ელექტრონის მქონე ნაერთს ან ატომს კი ქვია თავისუფალი რადიკალი და იგი საკმაოდ არასტაბილურია და მარტივად შედის რეაქციებში სხვა მოლეკულებთან. თავისუფალი რადიკალის მექანიზმით განხორციელებული რეაქციები არის ჯაჭვური რეაქციები და ეს არის მხოლოდ მისი ინიცირების ეტაპი, ანუ ჯაჭვის წარმოქმნის ეტაპი. როგორც ხედავთ, ენერგიის ჩადებით მივიღეთ თავისუფალი რადიკალები, რომლებზეც ვთქვით, რომ ისინი საკმაოდ არასტაბილურები არიან. თავისუფალი რადიკალებს შეუძლიათ რეაქციაში შესვლა ერთმანეთთან, მაგრამ რეაქციის დაწყებისას ისინი საკმაოდ დაბალი რაოდენობით ხდება, შესაბამისად ისინი შედიან რეაქციებში არარადიკალურ ნაერთებთან, ანუ ჩვეულებრივ მეთანთან მაგალითად. ამ რეაქციის დროს თავისუფალი რადიკალი ცდილობს, რომ ელექტრონი მიითვისოს და დააწყვილოს თავისი დაუწყვილებელი ელექტრონი, რომლის დროსაც იგი ელექტრონს ართმევს ბმას, მაგალითად ამ შემთხვევაში მეთანის ნახშირბადსა და წყალბად შორის ბმას. ამ დროს ერთი წყალბადი გადადის, კერძოდ წყალბადის ჟანგბადი, წყალბადის ელექტრონი გადადის, ასევე გადადის ჩვენი ქლორის ელექტრონი და წარმოიქმნება ბმა ამ ორ ატომს შორის, ასევე ჩვენი წითელი ელექტრონი გადადის ნახშირბადზე და წარმოქმნით ახალ რადიკალს და ვაქრობთ ძველ რადიკალს. შედეგად ვიღებთ ასეთ ნაერთებს, გვექნება H ქლორი, რომელშიც ბმა შევქმენით ერთი ქლორის ელექტრონით და ერთი წყალბადის ელექტრონით. მათ შორის არის ასეთი ბმა. და ასევე წარმოგვექნა კიდევ ერთი თავისუფალი რადიკალი. ამიტომ არის ეს ჯაჭვური რეაქცია და ამ შემთხვევაში დაუწყვილებელი ელექტრონი იქნება ჩვენი მეთანის ნახშირბადზე, ანუ გვექნება მეთილის რადიკალი. მეთილის რადიკალს კი შეუძლია რეაქციაში შესვლა ქლორის მოლეკულასთან, რომლის დროსაც ზუსტად იგივე რამე შვება, რაც ქნა ამ რადიკალურმა ქლორმა, ანუ იგი მოიტაცებს ერთ ელექტრონს ამ ბმიდან და თავისი ერთი ელექტრონის დახმარებით დააწყვილებს ელექტრონებს და მივიღებთ ახალ ნაერთს და ასევე მივიღებთ ახალ რადიკალს, რადგან მეორე ქლორი რჩება დაუწყვილებელი ელექტრონით. ამ რეაქციის პროდუქტი არის შემდეგნაირი, გვექნება ქლორმეთანი, რომელშიც ქლორსა და ნახშირბად შორის ბმა შევქმენით ამ დაუწყვილებელი ელექტრონებით. და ასევე წარმოგვექნა ჩვენი ქლორის რადიკალი, ანუ მას ექნება ერთი დაუწყვილებელი ელექტრონი. რაც შეეხება ამ ორ რეაქციას, კერძოდ ამ მეთანის რადიკალის წარმოქმნას და ქლორმეთანის წარმოქმნას, ეს ორი არის ჯაჭვის დაგრძელების ეტაპი, ანუ გადაცემის ეტაპი, რადგან პირველ რიგში აქ რადიკალს გადავცემთ ერთი ნაერთიდან მეორეზე და ასევე ჯაჭვი გვიგრძელდება, რადგან არ სრულდება ჩვენი რადიკალები ერთი რადიკალიდან წარმოქმნით მეორე რადიკალს.
დავწერ უბრალოდ გადაცემა, იგივე ჯაჭვის გაგრძელება. როდესაც უკვე დიდი რაოდენობით დაგვიგროვდება რადიკალები, უკვე მაღალი ალბათობა იქნება იმისა, რომ რადიკალები ერთმანეთს შეხვდებიან. ამ შემთხვევაში სამი გზა არის რადიკალების შეხვედრის. ერთი არის მაგალითად თუ გვექნება 2 მეთილის რადიკალი. ამ შემთხვევაში ამ 2 რადიკალს შეუძლიათ რომ დააწყვილონ თავიანთი ელექტრონები და შექმნან ბმა. და ამით კი მივიღებთ ეთანს. გვექნება 2C დაკავშირებული ერთმანეთთან, აქ გვექნება წყალბადები. ხოლო ნახშირბადებს შორის ბმა კი იქნება წარმოქმნილი როგორც ერთის დაუწყვილებელი ელექტრონით, ისე მეორეს დაუწყვილებელი ელექტრონით. ასევე სავსებით შესაძლოა, რომ მეთილის რადიკალი შეხვდეს ქლორის რადიკალს და ამ გზით წარმოგვექნას ჩვენ ქლორმეთანი, ბარემ დაუხატავ მოდი სავალენტო შრეს. ერთი ელექტრონი გადავა, რა თქმა უნდა, მეთილის რადიკალისგან, ერთი გადავა ქლორის რადიკალისგან, შექმნიან ბმას და მივიღებთ ასეთნაირს. ერთი ელექტრონი იქნება მეთილის რადიკალისგან, მეორე კი იქნება ქლორის რადიკალისგან. ასევე შეიძლება რომ 2 ქლორი შეხვდეს ერთმანეთს, 2 ქლორის რადიკალი და მათ შექმნან ისევ ბმა ერთმანეთთან. ამ სამ რეაქციას კი ჯაჭვის გაწყვეტის ეტაპს უწოდებთ. შეიძლება შეხვდეთ ტერმინი ტერმინაციის ეტაპი, რადგან ქრება თავისუფალი რადიკალები და ჯაჭვური რეაქცია ამის შემდგომ არ მიმდინარეობს. ამ რეაქციით, ანუ თავისუფალი რადიკალის რეაქციით, შეგვიძლია რამდენიმე ქლორი დაუკავშიროთ ერთ მეთანს, თუ დიდი რაოდენობით გამოვიყენებთ ქლორს. თუ უკვე დაგვიგროვდა რეაქციის ნარევში ქლორმეთანი და თუ გვაქვს ისევ ქლორის რადიკალები, შეგვიძლია ამ შემთხვევაში ჩამოვაცილოთ წყალბადი ისევ და წარმოვქნათ ქლორმეთანის რადიკალი, რომელიც შეგვიძლია ვაურთიერთქმედოთ ქლორთან ან ქლორის რადიკალთან, არ აქვს მნიშვნელობა, რათა მივიღოთ დიქლორმეთანი. ეს კი შეგვიძლია რამდენჯერმე გავიმეოროთ, რათა მივიღოთ ტრიქლორმეთანი და ტეტრაქლორმეთანი. შესაბამისად, თუ გამოვიყენებთ დიდი რაოდენობის ქლორს, გავხსნით მეთანში და დაუმატებთ სინათლეს ან სითბოს, შეგვიძლია მივიღოთ მრავალჯერ ჩანაცვლებული მეთანი.